რუსთავში კავკასიის ავტოცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს მაღალი დონის სერვისს გაუწევენ. ობიექტი 2000 მანქანას დაიტევს და 46000 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. ცენტრის სტუმრები აქვე შეძლებენ საბანკო მომსახურების მიღებას, მანქანის გაფორმებას და ნომრების აღებას. აქვე იმუშავებს სწრაფი კვების ობიექტები და სასტუმროები. მშენებლობა იბერია ბიზნეს ჯგუფმა განახორციელა, რისთვისაც ობიექტში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. კავკასიის ავტოცენტრი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ეს არის კერძო სექტორის ინიციატივა და ესეთი კიდე რამოდენიმე იქნება საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ საქართველო ჩამოყალიბდა ამ გამარტივებული პროცედურების გამო რეგიონში ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. რეგიონალური ცენტრია დღეს საქართველოს ვაჭრობის ინვესტიციების თვალსაზრისით და ესეც ერთ-ერთი ამის მაჩვენებელია. ავტომობილების მხრივ საქართველოს ჩამოყალიბდა ნამდვილად შუა აზიის და კავკასიის რეგიონში მთავარ ცენტრად. ავტომობილები არის დღეს საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში ნომერი 1 საექსპორტო პროდუქტი. ანუ სულ სხვა ტიპის ეკონომიკა ჩამოყალიბდა საქართველოში სწორედ იმ რეფორმების გამო, რომლებიც ჩვენ გავატარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია რუსთავი და უფრო კონკრეტულად ეს ადგილი ხდება მთლიანად რეგიონში და არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ შუა აზიაში ცენტრი ავტომობილების მომსახურებების ყიდვა-გაყიდვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს მიწები ადრე პრაქტიკულად არ მუშაობდა არც ქვეყნის ეკონომიკაზე და პირიქით საფრთხეს უქმნიდა ქალაქ რუსთავს. დღეს აქ უამრავი ადამიანი დასაქმდა. პირველ რიგში იქნება ტრეიდინი, ანუ ძველი მანქანის გამოცვლა შესაძლებელი ახალით. იქნება ყველა ბრენდი წარმოდგენილი ახალი მანქანები. და რაც ყველაზე მთავარია, იქნება ავტოსერვისი ამერიკული პრესიჟენის და მომხმარებელს შეუულია არა ბრმად იყიდოს მანქანა, არამედ შეამოწოს მის ხარისხი რა მანქანას ყიდულობს.